ხოლო სული ცხადად ამბობს, რომ უკანასკნელებში ზოგიერთ ნირწმენისგან განშორდებიან, მოსმენით მაცდუნებელი სულებისა და ეშმაკთა მოძღვრებებისა. ცრუ მოსავთა თვალით, რომელთა სინიდისიცაც ვერილია. რომლებიც კრძალავენ ქორწინებას და მცნებენ, რომ თავიანთი თავი შეიკავონ საჭმელებისგან, რომლებიც ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ მადლიერებით ეჭამათ მორწმუნეებს და ჭეშმარიტების შემეცნებოდ. რადგან ყოველი ქმნილება ღმრთისა კარგია და არაფერი დასაგმობია, თუ მადლიერებით მიიღება. ვინაიდან განიწმინდება ღვთის სიტყვისა და ლოცვით. თუ ამას დაუდგენ ძმებს, კარგი მსახური იქნები იესო ქრისტესი აღზრდილ რწმენასა და კარგი მოძღვრების სიტყვებში, რომლითაც ცხოვრობ. უხთო და ბებერის ზღაპრებისგან კი თავი შორს დაიჭირე, ხოლო შენ თავად ივარჯიშე ღვთის მოსაობაში. რადგან ხორციელი ვარჯიში ცოტა სასარგებლოა, ხოლო ღვთის მოსაობა სასარგებლოა ყოველივესთვის, რადგანაც აქვს აღთქმა ამჟამინდელი და მომავალი ცხოვრებისათვის. სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული მიღებისა. რადგან ამისთვის შრომობთ და ვიბრძვით, რადგან ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის მხსნელი ყოველთა ადამიანთა, განსაკუთრებით მორწმუნეთა. ამას ასწავლე და ამცნე. ნუ რავინ შეგიძულებს შენი ახალგაზრდობის გამო, არამედ მაგალითად დაუდექი მორწმუნეთ სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, სარწმუნოებით, სიწმიდით. ვიდრე მოვალ, განაგრძე კითხვით, შეგონებითა და მოძღვრებით დაკავება. ნუ უგულებელ ყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით ხელდასხმით ხუცესთა კრების მიერ. ამაზე იფიქრე, ამაში იცხოვრე, რათა შენი წინსვლა იყოს ცხადი ყველასთვის. უფრთხილდი საკუთარ თავს და მოძღვრებას, მტკიცედ იყავი ამაში, რადგან ამას რომ აკეთებ, საკუთარ თავსაც გადაარჩენ და მათაც, ვინც გისმენს.